მოგესალმებით. ძირფასო მეგობრებო. ნახოთ. მისთვის არის. ცოტა რა იყოს ძალიან შეჩერებული გრძნობდით თავს არ არის გამორიცხული, მაგრამ ეს იყო თქვენგან გამოწვეული. ნახეთ, არსებობს რაღაცა დავუშვათ ვიღაციდან, ყველაფრიდან დავუშვათ მაგიიდან, ავადმყოფობიდან და ასე შემდეგ, უფლობიდან, რაღაცა პრობლემებიდან შეჩერდეს ადამიანი და რაღაცა არ გააკეთოს, ვერ განვითარდეს. და არსებობს ესეთი რაღაცაც, რომ აი, როგორ არის, იცით, არ გინდა მთლად ბოლომდე, ან ძალიან არ გინდა და არ გამოდის. ამას სჭირდება დაკვირვება, რომ იცოდეთ, რა მდგომარეობაში არის თქვენი ენერგია. მართლა გინდათ თქვენ რაღაცა ის რომ გაკეთდეს. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, ფიქრობთ ხანდახან, მოდი მერე იყოს, მოდი არ ვიცი, მოდი დავფიქრდები, მოდი ცოტა ხანში იყოს. ასეთი მომენტები მე ვფიქრობ, რომ აქ თქვენ გქონდათ. ეს არის წინასიტყვაობა, ვისთვისაც რეზონინდა, იმისთვის არის უკვე ეს გაშლა. მაგრამ საქმე რაში არის, იცით? თითქოს აქამდე შეიძლება ეს ვერ გააცნობიერეთ. ამიტომ აქ უნდა გააკეთოთ ზუსტად მაგაზე ანალიზი. სინამდვილეში რა ხდებოდა? თქვენ ხომ არ მომენტალურად შეიკავეთ თავი. შესაძლებელია ეს ერთხელ იყო, ნახეთ, ერთხელ გაიფიქრეთ ესეთი რაღაცა, მოდი იყოს და ჯერ არა, ან მერე ვიზამ, ან მოდი შევიკავებ ცოტა ხანს თავს, მოდი შევხედავ რა იქნება. და როგორ არის, იცით, მერე უკვე ეს ყველაფერი დაგავიწყდათ, არ არის გამორიცხული, ხო? და ცდილობდით თითქოს წინსვლას, მაგრამ არ იყო ბოლომდე, მოდი ასე ვთქვათ, მონდომება. ხანდახან ადამიანები არიან, რომ აი ძალიან ბევრი უნდა მოინდომონ, ან ძალიან უნდა უნდოდეს, აი გულით რაღაც, რომ დაიძრას, წინ წავიდეს, რაღაც გამოვიდეს. ამ შემთხვევაში მე ასე გეტყვით, შესაძლებელია უკვე თქვენ თავს გრძნობდით მსხვერპლად, ან რაღაცა ესეთ მომენტად. თუმცა ეს თქვენთვის განკუთვნილი მომენტი არ იყო. ეს რატომ მოხდა? უკვე ეს წარსულში უნდა დავიწყო ქეთქვა მაშინ, თუ ეს გაინტერესებთ, კი ბატონო, პირადი დიაგნოსტიკა შეგიძლიათ გაიაროთ. რატო ხდებოდა ეს თქვენს თავს, თუ არა და მე გეტყვით უფრო სამომავლოს, ხო? ვიდრე წარსულზე ვისაუბრო ახლა. აი ეს სრულდება თქვენთან. ამას აცნობიერებთ. ან უკვე მაგ პოზიციაზე ხართ, ან უკვე რაღაც ძვრები თითქოს წავიდა, ხო? შესაძლებელია ამ ვიდეოს შემდეგ დაფიქრდეთ და დამეთანხმოთ. გონი მართალია, ხო? ამის შემდეგ ეს არის როგორი რაღაც, იცით, თქვენ თვითონ შეაჩერეთ სვლა, თქვენ თვითონ რაღაც დააპაუზეთ, შეაჩერეთ. აი თქვენ წვლილი დევს ამაში. რატომ მოხდა ახლა, კი ბატონო, ეს შეიძლება იყოს მართლა თქვენგან და შეიძლება მართლა იყო აქ რაღაც, ხო, ისეთი ან ზეგავლენა ვინმესგან, რამესგან და ასე შემდეგ. თუმცა მაგას აღარ ვიხები. მაგრამ მაინც თქვენ ხართ მიზეზი. მე ასე გაგიშიფრავთ ამ წუთში. აი აქ ზუსტად ეს დასრულდა ჩემო კარგებო. აი გამოდიხართ სხვათა შორის შესაძლებელია, რავი, აქ ვინმეს მოწმეობაც იყოს საჭირო. ისედაც კი შეიძლება ვინმეს, აი შენ ხომ იცი რომ ეს ასე იყო რაღაცა. თითქოს დამოწმებაც, რავი, თუ მოწმეს თემას წამოვიდა, აქ შეიძლება ვინმეს ესეთი რაღაცაც გჭირდებათ, ხო? ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი სრულდება, მე ასე გეტყოდით და დაიწყო სრულიად ახალი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში. ერთ რაღაცას შეგახსენებთ, უნდა იცოდეთ, რომ როდესაც აქვს ადამიანს დაბადების დღე,
დაბადების დღის შემდეგ იწყება იმ ადამიანთან 1 წლის პროგნოზი, 1 წლის ციკლი. ანუ სხვა რა ტალღაზე გადავიდა უკვე ამ ადამიანის ენერგია, გარკვევა რომ იცოდეთ, დიაგნოსტიკა უდიდესია გაკეთდეს მაშინ. აი დაბადების დღის შემდეგ მერე იცვლება. თუნდაც მატრიცულადაც რომ განსაზღვროთ, ნახეთ, იანვრიდან და ახალი წლიდან კი ზოგადი შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ უფრო აი შენს რომელ ვიბრაციებში გადადიხარ, რომელ ენერგიაში ეს არის უფრო იმის, რა ქვია, დაბადების დღის შემდეგ. თუმცა ამის რა თქმა უნდა იანვარში გარკვევაში ეხლაც შეიძლება დავუშვათ მომდევნო წელს და იმ წელს და იმ წელს რომელ ენერგიებში გადადიხართ. გამიგეთ მაგის გარკვევა არ სჭირდება, მაგრამ აი დაელოდოთ დაბადების დღეს. არა, ჩემოკარგებო, მაგ წლის პროგნოზის გარკვევა ყოველთვის შეიძლება გააჩნია, რომელი წლის ის სჭირდებათ ენერგია, ხო? გარკვევით. აქ ყოველ შემთხვევაში აი ახალი საწყისი შესაძლებელია, ხო? არ არის გამორიცხული თუ მართლა აქ, იცი, სასამართლო არა, მაგრამ რაღაცა თავისმართლება ან რამე ესეთი იყო. თქვენი უდანაშაულობა დამტკიცდეს, ან ვიღაცის უდანაშაულობა თუ იმეზე ინფორმაცია გაინტერესებთ. შეიძლება აქ მართლა დაჭერილი, დაკავებული იყო ადამიანი და ვიღაცის უდანაშაულობა დამტკიცდეს. უდანაშაულო არის ეს ადამიანი, ხო? უდანაშაულო. ანუ არასწორად არის? კი, ვიღაცისთვის არის ეს ინფორმაცია და მე ვიცი, რომ თქვენ მომწერთ. ვისთვისაც ეს არის. მე ზუსტად ვიცი, ახლა თუ არა გარკვეულ დროაში, რომ დამტკიცდება ეს და გაიგებთ თქვენ ეს გაგახსენდებათ და იმ წუთში მომწერთ თქვენ მე. ზუსტად ვიცი ეს. აქ დამტკიცდება თქვენი იმ ადამიანის ან თქვენი უდანაშაულობა. და როგორ არის, იცით, სხვათა შორის იმდენად იმოქმედებს, აი მომენტალურად გამოფხიზდებით, გაიღვიძებთ, თითქოს ამდენი ხანი იყავით ძილბურანში ან გაურკვევლობაში. არ არის გამორიცხული, შეიძლება პირადში ვინმესთან ურთიერთობაში ხართ და თავს იკავებთ, ხო, ამ ადამიანთან, რომ გაიგეთ რაღაცა ეს პრობლემები, ან თუნდაც რაღაცაზე ეჭვი გაქვთ, მაგიურზე მოქმედება, ახლა აქ მე არ დამფიქსირებია მასე ხმად არ შევსრულებ, მაგრამ არ არის გამორიცხული, ყველაფერი შეიძლება იგულისხმოს, შეიძლება ვინმეზე ეჭვობთ, რომ აი გამიკეთა ჯადო ის, ან ცუდი მისურვა, ჯადოზეც არ არის, აი ნეგატივი მისურვა, რაღაცა, ხო, შემაფერხა ვიღაცამ, არა, აი ეს გაირკვევა, აქ თქვენ დაამტკიცებთ ამას, მიხვდებით. და ეს როგორი რაღაც არის, იცით, ეს გახსნის თითქოს ყველა გზას, აი აქ კი ამოისუნთქებთ როგორ არის, აი თქვენ შეიძლება ვინმეზე ეჭვი გაქვთ, ხო, და თავი შეიკავეთ თუნდაც ურთიერთობიდან, აი ამას გაარკვევთ, რომ თურმე სუფთა ყოფილა ეს ადამიანი. და რა კაი რაღაცა გავაჟღერ ახლა თქვენ თუ იცით. კი, და ენერგია მოდის უკვე როგორ იცით, ოპტიმიზმისკენ, უკვე მოდის, აი როგორ იცით, აი მოდი ეს ენერგიულად რომ გაიღვიძებს ადამიანი და კმაყოფილება მოდის. და სხვათა შორის აქ როგორ არის, იცით, კმაყოფილება მოდის, აქ ბედი ჩანს, ბედი. მიხვდებით, რომ აი ის თქვენი არჩევანი, ის თქვენი გადაწყვეტილება კი ღირსეული, ღირსეული არის, რაღაც როგორ არის სწორად გააკეთეთ, თქვენი გამართლებულია, კმაყოფილი დარჩებით, არა, აი ყველაფერი გამოვიწყოთ, აი თქვენი არჩევანით ეს არის სწორი აქ, კმაყოფილი დარჩებით. რა საინტერესო, არა? ესე იგი გადადიხართ სრულიად ახალ ცხოვრებაზე, ახალ კრიზისიდან გამოსვლა, სრული ნაყოფიერება. კარგი რაღაცა. კარგით, ნახოთ, აბა შემდეგ რა შეიცვლება, მაშინ აქ რა იქნება. კონკურენტუნარიანი ხდებით. რაც არ არის გამორიცხული, შეიძლება აქამდე არ შეგეძლოთ. სხვათა შორის მე მგონია, რომ აქ თქვენი მოცემული საქმე დავალებას ამ წუთში რაღაც ენერგია არ ყოფნით ვერ აკეთებთ.
აი ზუსტად ეს არის. აქ შეიძლება მართლა გყავთ ვინმე კონკურენცი და აი აღარა მაქვს რა მჭიდაობის თავი, არა მაქვს ამ დამტკიცების თავი, აღარ შემიძლია დავიღალე. რაღაც ესეთი მომენტი გაქვთ, ხო? როგორ არის? აღარ მაქვს ამდენი ბრძოლა, ამდენი, ნუ რა დავაშავე, შეიძლება ეს მომენტიც გაქვთ მომენტალურად. აი შეგრძნება და აღარ ყოფნით ენერგია. კი ეძებთ რაღაც იმედს, ეძებთ რომ მოდი დღეს ხვალ, თქვენ ასე ხართ დღეს ხვალ თემაში. კარგი, როგორ გამოხვალთ ამ ყველაფრიდან? მოდი, კი გამოსვლა კი არის, მაგრამ კიდევ როგორ მოახერხებთ? თქვენ მე ასე გეტყოდით. ცოტა ვერ გავერკვია რა გაშლა არის ეს ახლა რჩევა არის რა სიახლე შემოდის თუ რაღაც თითქოს ერთმანეთში გადადის ნახეთ აქ სიახლე კი არის მაგრამ ეს რჩევებით გჭირდებათ ამ ყველაფრისთვის ნახეთ კონკრეტულად ხო ვერ ჩამოყალიბდი ჯერ ალბათ ორივეს დავარქმევ სახელს მე პირადად თქვენ აქ არ უნდა მოექცეთ ვიღაცამ რაღაცა გადაწყვიტა ამას არ უნდა მიაქციოთ ყურადღება, ამის ზეგავლენის ქვეშ არ უნდა მოექცეთ, ხო? იცით რა არის? ნახეთ, შეიძლება მართალია იმედგაცრუებული ხართ და ამ წუთში არ არის გამორიცხული რაღაცა გულგატეხილი ხართ და იმიტომ ვერ ახერხებთ, მაგრამ ერთი რაღაცა უნდა გაითვალისწინოთ. აქ თქვენ უნდა ნახეთ იმხელა გავლენა მოკლედ მოახდინა ვიღაცამ რომ თქვენ საქმე რაც გასაკეთებელი იმისთვის არ ყოფნით ენერგია და ამას უნდა დააღწიოთ თავი. ხო? კარგი შეძლებთ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა შეძლებთ უბრალოდ უნდა იყოთ ზოგჯერ იცით რა არის ზოგჯერ საჭიროა ეს ვარდისფერ სათვალე გაიკეთოთ თვალებზე. მე კი არ ვამბობ ამით იცხოვროთ. სულ სხვა რაღაცა არის. აი იცხოვრო და ესე ყველაფერს უყურო, ეხა გიჟივით და შტერივით არ უნდა ჩაგტვალოს ვიღაცამ, ხო? და არც გამოგადგებათ ესეთ საქციელი, ხო? მაგრამ ხანდახან საჭირო არის აი თქვენ თავს თქვენ თვითონ შეუმსუბუქოთ. არ არის ამ ყველაფრის დრამატიზირება, მოდი ასე რომ ვთქვათ, საჭირო. უკვე ეს გადაგდით როგორ რაღაცაში, იცი, აკვიატებაში და აი ეს უფრო მოდი ასე გეტყვით ის კი არა რომ ვარდისფერ სათვალე გაიკეთოთ და აი მე ხლა ნინო ვერ ვიზამ იმიტომ რომ რაღაცა. არა, ეს თქვენი აკვიატებული საქციელი ნახე ვიღაცის გამო ამხელა მწუხარება და თქვენ საქმეს რომ თავს ვერ აბამთ, ეს უფრო გამოგდით უკვე თქვენ მოდი ავადმყოფურში. და შეიძლება ესეც ვიღაცამ ჩათვალოს, რომ აი მე გიჟია, რა სისულელი, ხო? ესეთი რაღაცა, მაგრამ მე აქ ვიღაცაზე არ მაქვს საუბარი, მე მაქვს თქვენზე საუბარი. ესეც შეიძლება ჩაითვალოს უკვე ძალიან ცუდად, ცუდი ფორმით, ხო? ამიტომ ამისგან უნდა განთავისუფლდეთ. ეს არის აუცილებელი, აქ რა არის ახლა? არ არის აუცილებელი, ნახე, აუცილებელი არის უფრო სწორად იყოთ ცოტა მეტი ცნობის მოყვარე. არჩივარ ერთი და რაც ხომ არა, გაიგეთ მეტი ინფორმაცია. ნახეთ მსჯელობა, საკითხთან მსჯელობა, ამ შემთხვევაში უნდა გააკეთოთ, მარტო ვერ იმსჯელებ. სხვათა შორის ეხლა მქონდა ესეთი მომენტი და ნუ რაღაცა გადავწყვიტე იქ და იმხელა ხარჯები დაჯდა. და იმხელა თანხაჯდება. მე რო ვფიქრო მიღირს, მინდა, არ მინდა, რა უქნა ხა და ვლაპარაკობ ესე მეგობართან და ასე რაღაცა და აი ამ მსჯელობაში თვითონ მითხრა, კაცო, მასე გაკეთებას ვასიარჯობიაო, ნახე. რა ვიციო, მე ჩემს მართხელა ხარჯიო, მართლაო. იქედან და ესე იგი საკითხი, რომელიც 10,000 ლარი უნდა დამჯდარიყო, გვარდება 100 ლარში, დაიჯერებთ, მიქს 200 ლარი, დახიე, გაგლიჯე. აზრში ხართ ახლა 10,000 ლარი, ნუ ახლა სხვა რაღაცა არის მართალია, მაგრამ ამ ეტაპზე და ამ დროს საკმარისია და უფრო მომწონს თქვენ წარმოიდგინეთ. ის უბრალოდ კეთდება, მაგრამ ძალიან მე მომწონს ყოველ შემთხვევაში. ეხლა რა ხდება?
სულ სხვა ადამიანმა ამირია გონება, გადამიყვანა მის ტალღაზე, რომელიც მიჯდება მისი ზარმაცი თავის გამო 10,000 ლარი უნდა დამჯდომო და უბრალოდ მე თვითონ რაღაცა ჯერ ამ ხელა ხარჯი მე ეხლა კაცო ამდე 10,000 ის ხო არა თავზე ყوار მაქრივა ვერ გავიგე სად არის ხო და აი ეგ თემა მქონდა ხა კიდე და წელი რასაც ქვია ეგ გწყდება რა და ეს დაიბადა და დასკვნამდე მეც თითქოს მანამდე მოვიფიქრე, მაგრამ ვერც მოვიფიქრე, ვერც იგი, მაგრამ აი ადამიანთან საუბრის შემდეგ და მომთხარი, ცუდ რამეს კი არ მეუბნები, ახლა იცი რა გააკეთე მეთქი, რამხელა პრობლემა ტვირთი მომხსენთავი, აი მეც ვიფიქრე მაგაზე, მაგრამ ვერ დავწუნდი, რომ კარგი აზრი იქნებოდა. მე ვფიქრობ, რომ მოვექეცი სულ სხვა ვიღაცა ადამიანის გავლენის ქვეშ, რაღაც ახლა გამახსენდა და მიუსადაგე ამ მომენტს. მაგრამ არ მიშვებდა ჩემი რაღაც, ну ახლა ფინანსებიც არ მიშვებდა და ისედაც რაღაც რომც ქონოდა ფინანსები, მაინც რაღაც არ მიშვებდა რა. და ამ დროს ყოველთვის თავს ვიკავებ. ესეთი რაღაცა უნდა გააკეთოთ, თქვენც მე ასე გეტყოდით. იდეები, მსჯელობა, განხილვა. ამ დროს თუ ვინმე არის, რომ ხანდახან არ გყავთ ეს მოლაპარაკე, მე კიდე არიან ადამიანები ელაპარაკე რამდენიც გინდა. არაფრით არ მოგაწვდის საჭირო ინფორმაციაზე ერთი რა, არ იცის და რა მოგაწოდოს ახლა. ყველაფერი ადვილება, მაგას მეც ვიზამ, კი, მეც გამიკეთე, არაფერი არ გავუკეთე, რა გაგიკეთები ადამიანო. შორიდან კი ადვილია ყველაფერი. მაგრამ ამ დროს ფაფის ჭამაც არა ადვილი. ცხელი დუა პირს დაგწვა. ხო, აი ამიტომ ნახეთ, ესე მთლად ვიღაცასთან დაჯდეთ და ილაპარაკოთ, ესეც არ არის. თუ დაუშვათ აზრს ვერ მოგაწვის ადამიანი, გონება მაინც არ უნდა აგირიოს, ხო? აი ამაშია საქმე. ნუ თუ თქვენ ჩემთან იპოვით მაგ დაუშვათ მოსმენა შემიძლია ადამიანზე. თუ შეგიძლიათ გინდათ დახმარება, კი ბატონო შეგიძლიათ ჩაეწეროთ, ისაუბროთ. შეიძლება თქვენ თვითონ იპოვოთ პასუხები, ესეც ხდება. გონებას არ აგირებთ, პირიქით შევეცდები, რომ მოგაწოდოთ საჭირო რაღაც ესეთი აზრი, გაგიმარტივოთ, ხო? მაგრამ თუ შეგიძლიათ ამ ხრივაც ჩაეწეროთ კონსულტაციაზე. ან უბრალოდ მოძებნოთ ისეთი ადამიანი, გონებას კი არ აგირებთ, საჭირო პასუხებს გაპონინეთ. აი, იმიტომ რომ აქ ზუსტად თქვენ გჭირდებათ საუბარი. აი, შეიძლება ადამიანმა პასუხი ვერ გაგცეს საჭირო და თქვენ მიხვიდეთ იმ დასკვნამდე. თქვენ იპოვოთ პასუხი, მაგრამ ამას ფიქრი არ ყოფნის. საუბარი ჭირდება. აი, ხანდახან არის სიტყვებს ჭირდება წარმოთქმა. ესეც ხდება. თუმცა სურვილები არ უნდა წარმოთქვათ. რატო იცით, სურვილებს როცა წარმოთქვამთ, ეს უკვე შეიძლება არ ასრულდეს და იქ უკვე სხვა ის იხსნება. ხო, ეს მაგზეცინებუდაო. აი ეგ თემა არის. აი ამიტომ ამათ შორისაც უნდა იპოვოთ თქვენ განსხვავება. სურვილი კი არა, ის მსჯელობა უბრალოდ. როგორ ასე ისე იდეების განხილვა. და იპოვოთ მარტივი გამოსავალი. ახლა თქვენ აზრში ხართ, მე რა გითხარით? აი სრულია, მე რო ახლა თქვენ ეს დაგიხაზოთ, ზუსტად ვიცი, რომ მაგრამ უბრალოდ ახლა მაგ ხელა ის კონკრეტიზაცია ვფიქრობ არ არის საჭირო. 10,000 ლარიანი საქმე შეიძლება რომელიც მოგვარდე 200 ლარი ახლა არ არის იმ ხელა თანხა რომ ვერ შეწუდე ადამიანი, ხო და ძალიან მშვენიერი კაი რაღაცა იქნება თანაც. ეს მოვიდა ყველაფრიდან, აი მსჯელობიდან. მერე კიდევ აქ არის აი ზუსტად ეს ცნობის მოყვარეობაც აქ შეიძლება სწავლა თუნდაც მეტი ინფორმაცია, ცნობის მოყვარეობა იმას კი არ ნიშნავს თქვენ ცხოვრებაში ეკირკიტოთ კაცო. აი თქვენი საქმის ირგვლივ უნდა ეძებოთ. თორე ვინ როგორ ცხოვრობს ის კი არ უნდა ეძებოთ და მაგაში კი არ უნდა გქონდეთ თქვენ ცნობის მოყვარეობა. ეს ცოდვაშიც გეთვლებათ უკვე.
სხვისი ცხოვრება სხვისის ვიყოს. აი თქვენს ირგვლივ თქვენ რა გჭირდება. ახლა თქვენ თუ პირადში და კონკრეტული ადამიანი ვინმე გატყვევთ, ამ შემთხვევაში თუ დაინტერესდებით იმ ადამიანის ცხოვრები და იმ ადამიანზე, ეს უკვე პირიქით ეს არის, რომ თქვენ არ დარჩეთ მოტყუებული, ხო, ეს სხვა ცნობის მოყვარაობაა. მაგრამ ადამიანის ცხოვრებას რომეძე ერთი რა ბიჭი ხარ, გოგო ხარ, გამოიკლი ერთი და მინუსები უკვე ეს სხვა თემა არის უკვე ვაფშე. რადიკალური სხვაობა, ხო? აი ამათ შორისაც განსხვავება უნდა იპოვოს ბევრმა თქვენთაგანმა. ეს არ უნდა აგერიოთ ჩემო კარგებო ერთმანეთიდან. აი აქ ასეთი რაღაცა მიფიქსირდება. ინფორმაცია შეიძლება სწავლა იყოს. აქ არ არის გამორიცხული ვიღაცა მართლა განვითარების გზას დაადგეს, რომელიც სხვათა შორის ძალიან კარგად გამონგადგებათ. ძალიან კარგად ეს ვიცით რა არის? ცოტა შავმაგიაში ვარ მიდის აქ ვინმე. შავი მაგია. ახლა ძალიან არ გადაუხვი აქ თემას, მაგრამ ვიღაცისთვის ეს არის, მაინტერესებს ეს გამოგადგებათ? ნუ ახლა ეს ძალიან კონფიდენციალური არის და მოდი არ გვინდა მაგაზე ყურადღების გამახვილება. ვისაც აინტერესებს, გაიაროს დიაგნოსტიკა მაგ მხრივ. ეს შარბაგია თუ არის თქვენი ვიღაცას აქ აშკარად აქვს ეს მოფიქრებული. კარგით, ნახოთ ეს ყველაფერი რას მოგიტანთ შემდეგ. არა, საქმე რაში არის იცი, უნდა იყოთ ამავე დროს ობიექტური. ძალიან ბევრს ფიქრობთ. აქ პრობლემა არის ზუსტად იმაში, რომ აი ფიქრში აყოლებთ აქ მთელ დროს, მთელ ენერგიას და რაღაცა აი ამ წარსულიდან ვერ განთავისუფლდეთ და ვერ იმასკენ, ვერ ამოიგდეთ თავიდან. ნუ ხდება ხანდახან, ხო? უსამართლობაზე ფიქრი, მაგრამ ეს არ არის იმხელად მნიშვნელოვანი, აი შეიძლება ვერ ვიპოვე ის საჭირო სიტყვები, ხო? თქვენც ვერ იპოვეთ ეთყობათ საკუთარ თავისთვის საჭირო სიტყვები, რომ გამოხვიდეთ ამ ენერგიიდან. საჭირო ენერგია ჯერ არ ხართ ამისთვის მზად. ხანდახან არის ის მომენტი, რომ ადამიანს რომ მოწყინდება აი ამ სხერბლის როლში ყოფნა და ამდენი წარუმატებლობა და ამდენი რაღაცა, ნუ ეხლა ამდენი ერთ ადგილას ბუქსავი, მე თვითონ ეს რომ მოწყინდება ადამიანს, მე ავტომატურად ლაგდება ყველაფერი, უკვე იფიქრებს, რომ აღარ მინდა. ესეთი რაღაცა და всё. აი, მე ლაგდება ეს ყველაფერი. აქ ობიექტურიც იყავით, ხო? აი ამ ფიქრის რეჟიმიდან უნდა გამოხვიდეთ. ბევრი ფიქრი, ბევრი რაღაცა და მე ასე გეტყოდით, ასეთ დროს ხო არის ადამიანი ან დეპრესიაში, ან ფიქრობს, ან რაღაცა. ზოგი სახლის ლაგებას იწყებს. ძალიან კარგი არის სხვათა შორის. ზოგი ვარჯიშს იწყებს, ზოგი ჭამას იწყებს, ჭამა არ დაიწყოთ, გასუქდებით. ზოგი თავის მოვლას იწყებს, არიან ესეთი ქალბატონებიც. აქ უმჯობესია ჭამის გარდა გადადით რაღაც ისეთი იპოვეთ რა. რაღაცას გადადით. აი თუნდაც ზედმეტად თავის მოვლა. გადაახარისხეთ თქვენი გარდერობი, რავი, გადმოალაგეთ, გადაალაგეთ კიდევ. დაუთოვეთ, მირეცხეთ, მორეცხეთ, რაღაცები ქენით. ჯობია ამაზე გადაიტანოთ ყურადღება. იქნებ ესე იპოვოთ, ნახეთ ის ენერგია და გამოხვიდეთ. აი რაღაც როგორ არის, იცი, ის რაც გაჩერეთ ის ენერგია, აი განიმუხტოთ. მთავარი ეს არის რაღაც ძაფი, ეხლა ჯაჭვი რო კონდეს და ეს ჯაჭვი ხომ უნდა გაწყვიტო ბოლო-ბოლო შემოხვეული. ესეთი რაღაცა არის. და ეგრევე გადადიხართ ნაყოფიერ, ეს როგორ ნაყოფიერება არის, იცი? ახლა მე არკანებს არ გისახელებთ, კიდევ გითხარით. სექტემბრიდან იქნება ჩემთან სწავლება, ვისაც რიტუალებზე უნდა, კი ბატონო, რიტუალებზეც მექნება სწავლება. რამდენიმე სხვათა შორის ბევრი არა, მაგრამ რიტუალები იქნება. ესე მე არ ვასწავლი ვიდეოებიდან ტყუილად უყურებ და არკანებს და ცდილობთ რაღაცა გამომტყუთ და მე კიდე ხო ესე არის არა. თქვენ მაგას ვერ მიხვდებით მე რომელი არკანი და რას როგორ ვკითხულობ. ეს იქნება ჩემი ინდივიდუალური, რომელიც მაქვს დატესტილი და ზუსტად ვიცი
რა, როგორ და რას ნიშნავს. თავში წყობით და ყველაფრით. და არ მოვიგონებათ ასისულელეს კიდე. ერთი კარგი არ მინდა მაგაზე აქცენტი ყველას მისი ეს აქვს. აი ამიტომ, აი ამ ყველაფრის შემდეგ როგორ აი სრულ ნაყოფიერებაში, ეს არის როგორ ნაყოფიერება, იცით? რაც მინდა ყველაფერი მაქვს. აი მე რაც მინდა, რაც მიოცნებია, სრულების ასრულება არის აქ. სიუხვე, ბარაკა ეს ყველაფერი მოდის, ხო? თქვენთან. კი ბატონო, მე ასე გეტყოდით, აქ სრული ბარაკა, შესაძლებლობები ამის შემდეგ, კრიზისიდან გამოსვლა, შენაძენი, სწორი მიმართულება, სწრაფი წინსვლა და ეს არის მე ასე გეტყოდით დაახლოებით წლის ბოლოს როგორ რაღაცა სიტყვით იცი ან შეიძლება გაისამ დროს რაღაც ერთი წლის ციკლიდან ფიქსირდა თითქოს წახანაც ვახსენე მე ერთი წლის იგი რაღაც ხო ეს ერთი წლიანი ეს არის ეს პროგნოზი რაღაც დაახლოებით ვიღაცისთვის ნახეთ როგორ შეიძლება ვიღაცასთან მეტი მალე დაფიქსირდეს მაგრამ მე ერთი წლიანს მაინც ვიტყოდით როგორ რაღაცა სიტყვით იცით მე ეს ყველაფერი ამ წელიწადში მივაღწია გამომივიდა და ძალიან შემდგარი ნაყოფიერი ამოვისუნთქე ესეთ რაღაცა სიტყვით აქ ოჯახზე არის საუბარი შეიძლება სახლი თუ გინდა შეძენა ფიქსირდება ეს არის უტყუარი ხალხო გამორიცხულია ეს არკანი დაფიქსირდეს და იმ ადამიანმა არ შეიძინოს ძალიან მაგარი რაღაცა აქ ოჯახზე მაქვს აქცენტი სიუხვეზე ბარაქაზე მაქვს აქცენტი აქ იმხელა ნაყოფიერება ფიქსირდება ის ზუსტად აი ამომასუნთქა მე თვითონაც ეს ენერგია მოდის თქვენგან გაიგეთ ღვთისმადლობა ეს გადაწყვეტილი არის ეს არ არის როგორ რაღაცა იცით დამსახურებულად გერგებათ თქვენ ეს ბარაკა ეს ხვავი ეს წარმატება ეს კომუნიკაცია ეს წინსვლა სწორი მიმართულება ეს გეგმა რამაგრად ჭრის რამაგრად სრულ იმაში გადადიხართ აქ პიროვნებაც გასიძლიერე აუ რა არკანები ამოფრინდა ხონთ ამ ყველაფრის შემდეგ ამას რო თქვენ გაიაზრებთ წინსვლა არ არის გამორიცხული აქ ვიღაც დაჯილდოვდეს კიდე ოპაპაპა რა არკანები ამოვიდა გენაცვალე აი როგორ არის იცი მთელი ძალა ენერგია მთელი სამყარო მთელი ქვეყანა ღმერთი ღვთისწყალობა აი ყველაფერი თქვენს მხარეზე რომ დგას აქ სიყვარულით ბედით იხსნება ვიღაცასთან სრული ტრანსფორმაცია ხდება ადამიანის ცხოვრებაში ახალი ცხოვრება დელოდებათ ვიღაცას მე ასე გეტყოდით შვილი ბიჭი ფიქსირდება აქ ასევე კიდევ რომ იცოდეთ ხო შვილის დიაგნოსტიკაში მე სხვათა შორის შეცდომას არ უშვებ უკვე ძალიან ბევრი შემთხვევა მქონდა ვინც უთხარი ის უჩნდებათ ბიჭს ვეუბნები ბიჭია გოგოს ვეუბნები გოგოა ასე რომ მეგაში შეცდომას არ უშვებ აქ ბიჭი არის ვიღაცასთან თქვენი ინტერესების დაკმაყოფ კი ბიჭი ორი ბიჭი შეიძლება ან სამი ბიჭის დედა ხდება ვიღაცა ორი სამი ბიჭის ზედიზედ ტყუპი არ არის მაგრამ ზედიზედ არის და რა შეიძლება ტყუპი ორი სამი ბიჭი დაფიქსირდა აუ რა მაგარი არკანებია ხალხო დავდგე მინდა ვუყურო შევიგრძნო ეს ენერგია აი როგორ არის იცით მე ვფიქრობ რომ ბედნიერება როგორ იქნება იცით აი ბედნიერება თქვენ დაგეტყობათ კი დაგეტყობათ რაც არ უნდა დაფაროთ ჯერ აქ დასაფარი რა იქნება მაგრამ აქ არის ისეთი ცვლილება
ეს არის პირადი ცვლილება, პირადი. თქვენი ცხოვრება იმდენად იცვლება აქ. აი ეს ბედნიერება დაგეტყობათ. რაღაც ძალიან ისეთი ხდებით სამეგობრო წრეში. რა მოდის იცით? მე მგონი ყველაზე ბედნიერი თქვენს ირგვლივ. ეს სამსახურში არის თუ თქვენი სამეგობრო წრი არის თუ ის სადაც თქვენ ტრიალებთ, ყველაზე ბედნიერი. ეს ახლა ღმერთმა ყველა გამყოფოთ კაცო, მაგრამ ერთეულებისთვის არის, ხო, ვიცით ეს ინფორმაცია. ან შეიძლება ესე გამოჩნდეს. რა მაგარია, დიდი ფული, სიძლიერე, ქორწინება. თქვენ ამას ჯერ ვერ ხვდებით, ვერ იასროთ, მანახე აქ კიდევ არის. კარგი ბოლო არკანი ამოვიღოთ. მაგრამ ხელა ეს ყველა ერთმანეთზე მეტი კარგი ისინი ფიქსირდება ხალხნო. ყველაზე ნახეთ როგორ არის ერთმანეთის მიყოლებით ყველა ერთმანეთზე მეტი ბედნიერი დღე, ყველა ერთმანეთზე მეტი წარმატებული. აი როგორ არის, იცით, გადადიხართ თქვენ იმ ნაკადში, რომ ყოველი დღე უკვე წარმატებული, ბედნიერი, წინსვლა, აი ესეთი რაღაცეები რომ იყოს. გაიგეთ? და მე საბოლოო ჯამში ასე გეტყოდით, ეს არის 100%-იანი გაშლა ვიღაცისთვის. ეს ამას ვერ იაზრებთ დღე ჯერ თქვენ. ჯერ ამის გაზრება თქვენ არ შეგიძლიათ. ეს იქნება მეორე წელიწადი, 1-2 წელიწადში ეს. წელს და გაის ამ დროს თუ არა, აი სადღაც გაის ამ დროს ბოლოს, როდესაც მოისმენს თქვენ ამ ვიდეოს, ვინც როდის მოისმენს, აი იმის მიხედვით არის. იქედან გადაიანგარიშეთ წელიწად ნახე 2 წელი. როგორ მოდის ინფორმაცია, იცი? აი დავუშვათ ეხლა მოისმინეთ, ხო? არ აქვს მნიშვნელობა რომელი თვიდან, ამ თვიდან მომდევნო წლის ის თვე და კიდე 6 თვე. რაღაც ესეთი დრო მიფიქსირდება. ეს იქნება უეჭველი. წელიწად 2 წელიწადში ეს აქ დაოჯახებული ხარ, ჩვილი გწკავთ და ბედნიერებად სრულ ნაყოფიერებაში ხართ აქ. საერთოდ რადიკალურ სხვა ცხოვრება გაქვთ. თქვენ ამ წუთში იქნებ გაგეცინოთ არანაირად, რომ ვერ წარმოგიდგენიათ, მაგრამ ეს იქნება უეჭველი. ამაში მე ეჭვი არ მეპარება. აქ დედაც ხდება ვიღაც, აი დედა, პირდაპირ დედა. უეჭველი თანაც, თუ შვილები და ეს ყავთ და უკვე ეს თემა მართლა გამორიცხულია ვიღაცას ან ხოზოქს საშვილოსნოს პრობლემა აქვს, მაშინ თქვენი ცხოვრება იმდენად რადიკალურად იცვლება. მე აქ პირდაპირ ბავშვებიც მეფიქსირდება. აი სრულ ნაყოფიერებაში, მაშინ აი თქვენი ოჯახი, თქვენი ირგვლივ რაც არის, აი ეს ყველაფერი სრულ ნაყოფიერებაში არის, სრულ წარმატებაში. აი როგორ იტყვით, იცი, როგორადაც მინდოდა მოვიწყო ცხოვრება, მივაღწია. ეჭვიც არ მეპარება. ეს არის 100%-იანი გაშლა. ვისთვისაც ძალიან დაუჯერებელია, ან რაღაც ვერ დაინახეთ, მაგრამ მაინც მოისმინეთ, უბრალოდ გააკეთეთ მიმღებლობა, ნახეთ, იმიტომ რომ ეს ისტორია ყოველთვის მახსოვს, ვაჟღერებდი ადრე და ეხლაც გაგიჟღერებთ. სტუმრები მოდიოდნენ ოჯახში და შეწუხდა შვილიშვილი ბებიასთან. უკლედ ამდენი ხალხიო, ისო რა წუხს და ბებია უნდა მოვიდნენ შვილო, მოვიდნენ. რატო წუხარო, დაჯდენო რაღაც, ანუ ეხლა ხო ხვდებით.
ახალგაზრდას თავისებური აზროვნება აქვს, მაინც დააწუხებს და მერე ბები ეუბნება დაჯდენო, დაგლოცავენო. ეს ხალხიო, ყველა ვინც მოვა, გინდა არ გინდა ოჯახში შემო ადამიანი დაგლოცავს, ხო? ნუ ეხლა დღეს შეიცვალა ცხოვრება და არ გამიკვირდება, ვაი, ძახელით რო შემოვიდეს ერთი სხვათაშორის ახლობელს ვიცნობ, როდესაც არ უნდა შევეხმიანო, რაც არ უნდა, იწყებს ვაით. აი როგორ იწყებს, იცით? ეს ჭირს, ვეღარ ასრულებს, რო ჩამოყვება, ის უნდა მარტო აქედან პიტაორი და აუწყო. ვეღარ ასრულებს, იმენ დარეკვა არ მინდა და იმიტომ ვიცი, რომ დაიწყებს რაღაცა, ვერ დაელაპარაკები ადამიანს. რაც არ უნდა კითხო, ვაით იწყებს სულ. ხო, ეხლა დღეს არ გამიკვირდება ესეთიც, რომ უგადიგეთ სახლში და ესე დაიწყოს პირდაპირ, ხო? სუფრაზე თანაც, მაგრამ ეს მეგიყვებით ადრინდელ ამბავს და ისეთ ხალხზე, ვისაც ეს არ აღაზიათებს, ოღონდ მაგიდაში და სუფრაზე ესეთ რამეს არ დაიწყებს. აი, ეს ხალხიო ყველაო დაგლოცავსო და მიამინეო, იქნებაო იქვე კარიყურეშიო, ესე იცოდენ ადრე გამოთქმა, ხო? იქვე ზისო და ამინ წამოიჯახოსო. გაიგეთ? ის დალოცვილი სიტყვებიო. ამიტომ მე აქ რა ინფორმაციაც გავაშხერე, შეგიძლიათ მიმღებლობა გააკეთოთ, რა ვიცით და მიამინე იქნება. მართლა თუმცა ეხლა იმას უნდა დაიწყოთ ამინამინის სახელს აქ ჩემს გვერდზე კაცო ეს სალოცავი კუთხე კი არა მაქვს, როგორც ბევრს ახასიათებს. მაგრამ შესაძლებელია რაღაცა ძალებმა ეს შეისმინონ, ეს ვიბრაციები გააქტიურდეს, დადებითი ვიბრაციები არ არის გამორიცხული, ხო? და თქვენთანაც მოხდეს და შეიცვალოს რაღაცა ნაწილობრივ მაინც, ხო? ნებისმიერი ახლა აქ რაც გავაშხარო, ვფიქრობ არის ძალიან კარგი ინფორმაცია. ამიტომ შეგიძლიათ ეს მიმღებლობა გააკეთოთ ამ შემთხვევაში. მე გისურვებთ წარმატებებს და იყოს ასე, რატომათაც არა. ჩემო კარგებო და გემშვიდობები დროებით.